რა გავლენა ექნება რეჟიმის ანტიდემოკრატიულ ქმედებებს ქვეყნის ეკონომიკისთვის, რა პროცესები მოყვება ოცნების რუსულ პოლიტიკას, დღეს მასშტაბური შეხვედრისთვის ემზადება ბიზნესი. 2 საათში ბიზნეს წრეების 7-ზე მეტი წარმომადგენელი შეიკრიბება შეხვედრის მონაწილეები პრობლემების გადაჭრის გზებსა და გამოსავალზე იმსჯელებენ, რადგან ფიქრობენ, რომ ჯერ კიდევ არსებობს რესურსი, რომ ვითარება გამოსწორდეს და ქვეყანა არ მოექცეს სრულ იზოლაციაში. ნინო გაზელიანი ჩაგვერთება ამ თემით პირდაპირ ეთერში. დიახ, როგორ განვითარდება მოვლენები, რა შეიძლება მოხდეს თუ არ განიმუხდა პოლიტიკური პროცესები და რამდენად მძიმედ დააწვება ეს ვითარება ქვეყნის ეკონომიკას. ამ საკითხებზე იმსჯელებენ დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითია. ძალიან ბევრი სტუმარი არის მიწვეული, უკვე დადასტურებული აქვთ მათ მონაწილეობა ამ შეხვედრაზე, მათ შორის არა მხოლოდ კერძო სექტორს, არამედ ასევე არიან საექსპერტო წრეების წარმომადგენლები, როგორც ცნობილია 28 ნოემბრის შემდეგ ბიზნესმა ღიად დაიწყო საუბარი, მათ შორის შეიქმნა ასევე პლატფორმა Free Business-ი, რომლის განცხადებაც ორ ძირითად მოთხოვნას შეიცავდა, როგორც რეჟიმის უკანონო პატიმრების გათავისუფლებას, ასევე ახალ არჩევნებს და ამ პლატფორმაზე მიერთება ბიზნესებს შეეძლოთ 31 დეკემბრის ჩათვლით 2400-ზე მეტმა კომპანიამ გამოთქვა თავისი პოზიცია და მხარი დაუჭირა ამ ძირითად მოთხოვნას, თუმცა ასევე არიან ისეთები, რომლებმაც ხარდაჭერა არ განაცხადეს და 175 ასეთი კომპანია არის ფიქსირებული ამ პლატფორმაზე. ამ ინიციატივას უკვე მოყვა შემდგომში კერძო სექტორის გაფიცვა. ეს იყო გამაფრთხილებელი, 2 დღის წინ იყო ეს გაფიცვა და შეიძლება ითქვას ასევე უპრეცედენტო, გარდა იმისა, რომ იყო გამაფრთხილებელი, ვინაიდან აქამდე ბიზნესებს და კომპანიებს ასეთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ, ვინაიდან ყოველთვის ბიზნესი იყო ხელისუფლების დასაყრდენი, მაგრამ ახლა გადაწყვიტეს კომპანიებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, რომ არსებულ პრობლემებზე თვალის დახუჭვა არის უკვე დანაშაული და აუცილებელი არის ხმამაღლა საუბარი, ვინაიდან შექმნილი რეალობიდან გამომდინარე უკვე ისინი ვერ გეგმავენ ვერანაირ მომავალს, ბუნდოვანი არის ეს მომავალი და საერთოდ არ იციან, როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაც იმ შემთხვევაში, თუ ისევ დარჩება რამდენიმე თვის განმავლობაში პოლიტიკური კრიზისი. ისინი ასევე წვავეთ ხედავენ იმ პრობლემას, რომ საქართველოს ეკონომიკა დიდწილად დამოკიდებული არის რუსეთზე და ამბობენ, რომ ესეც აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ასევე ყველაზე დიდ პრობლემად მიაჩნიათ ის, რომ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ გააფუჭა ურთიერთობები დასავლეთთან და მიაჩნიათ, რომ თუ ეს ასევე გაგრძელდება, ძალიან მძიმედ დააწვება კვლავ ეკონომიკას, ვინაიდან არც ერთი დასავლელი ბიზნესმენი არ მოისურვებს თავისი ინვესტიციები ჩადოს საქართველოში და არ არის გამორიცხული, რომ იმ ბიზნესებმა, რომლებიცაც აქვს ჩადებული ინვესტიციები, ამ მიიღონ გადაწყვეტილება და საერთოდ გავიდნენ ქვეყნიდან და ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ დამოკიდებულება, რომ ბიზნესი არ ერევა პოლიტიკაში, ახლა ნამდვილად არ არის გამოსავალი, ეს არის წამგებიანი პოზიცია და ყველამ ვისაც რა შეუძლია, ყველაფერი უნდა გააკეთოს ვითარების გამოსასწორებლად, მისათვის რომ ეს მძიმე თვითად არ დააწვეს როგორც ბიზნესს, ასევე მოსახლეობას. განხილვის ძირითადი საკითხიც იქნება საქართველოს ეკონომიკა, მისი ტენდენციები და ის რისკები, რომელიც აქვს საქართველოს ეკონომიკას გამომდინარე პოლიტიკური ესკალაციიდან, გამომდინარე არსებული სანქციებიდან და მოსალოდნელი სანქციებიდან, ასევე არის ეკონომიკის იზოლაციის რისკები და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ყველაფერმა ქართულ ეკონომიკაზე. აქვე აღსანიშნავი არის, რომ ღონისძიებაზე დაპატიჟებული არიან ის ბიზნესებიც, რომლებიც არ შემოერთებიან თავისუფალი ბიზნესების პლატფორმას, ვინაიდან თვითონ პლატფორმის ხელმომწერებმა ასე გადაწყვიტეს, რომ ამ კომპანიებსაც აინტერესებთ საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები და მათი დაპატიჟებაც იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება. ეს მდგომარეობა, რომელიც ახლა ქვეყანაში ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან დამაზიანებელია. ჯერ ისეთი კატასტროფული არ არის, იმიტომ რომ ფაქტიურად ლარში გამოიხატება ყველაზე უფრო ნათლად ზიანის დონე აქა და ლარი მთლად არ გაუფასურებულა ისე სწრაფად, როგორც რაღაც შიშები არსებობს, მაგრამ ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება. საჭიროა გამოსავალი და გამოსავალი ისევ არის ბანამდელი არჩევნები. ბიზნეს ქონდა ესეთი
მიდგომა, რომ მოდი მე პოლიტიკაში არ ჩავერი, მაგრამ დღეს ყველა მიხვდა, რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პრეფერენციების საკითხი, ან ქვეყნის მომავალზე ვსაუბრობთ და შესაბამისად შეუძლებელი არის მაგ პირობებში თუნდაც ჯანსაღმა ბიზნესმა იარსებოს. ბიზნესი უნდა გრძნობდეს თავის ძალას აღნიშნულ პროცესში და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა იქნება, ბევრი საინტერესო იდეა დაინიცირდება და შემდგომ ამ იდეების აღსრულება მოხდება. ვიმსჯელებ რა მდგომარეობაშია ეს საქართველოში ბიზნესი, რა ველოდება მომავალში, როგორი იქნება ეკონომიკური პროგნოზები, როგორი არის რეალურად და რა უნდა გავაკეთოთ ერთად იმისთვის, რომ ხელი შევწყოთ პროცესის დეესკალაციას. რა თქმა უნდა, პროცესის დეესკალაცია პირდაპირ ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ყველაზე დიდი მნიშვნელობა ექნება, რაც გააკეთებს არსებული ხელისუფლება, თუმცა ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს შეჯერებული პოზიცია და ვიმსჯელოთ იმაზე, რა არის გამოსავალი. გამოსავალი ეკონომიკური თვალსაზრისით ვიღება ჩვენ იანვრის ბოლოს უკვე გვექნება შედეგები რეალურად როგორ იცვლება და უარესდება ეკონომიკა საქართველოში. კერძო სექტორის წარმომადგენლების თქმით, თუ შენარჩუნდა ესეთი გაურკვევლობა, მაშინ ის ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ამჟამად არის შენელებული, უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო დაბალ მაჩვენებლამდე დავა, შესაბამისად შეფერხდება ეკონომიკური ზრდა, რასაც მოყვება უმუშევრობა, კიდევ უფრო გაიზრდება სიღარიბეც და რასაც რაზეც ყველა საუბრობს, ეს პირდაპირ აისახება ასევე ინვესტიციებზე და ძალიან ბევრი კომპანია უარს იტყვის საქართველოსთან თანამშრომლობაზე.